მოდი ამ ვიდეოში ვისაუბროთ დედამიწის ადგილზე კოსმოსში. რაც კი ადამიანებს უარსებიათ, ყოველთვის აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და ფიქრობდნენ თავიანთ ადგილზე სამყაროში. დროთა განმავლობაში ჩვენი ცოდნა გაუმჯობესდა და შევქმნით მოდელები, რომლებიც გვეხმარება ცოტა უკეთ გავიგოთ ეს ყველაფერი და უკეთ აღვიქვათ ეს უზარმაზარი სივრცე. მოდელები არის სისტემების წარმოდგენის გზა და ისინი გვეხმარებიან კანონზომიერებების ამოცნობაში და ახსნაში. და ახალი ინფორმაციის მიღებით ჩვენ ვაძლიერებთ და ვაუმჯობესებთ მოდელებს. მოდი დავფიქრდეთ, როგორი მოდელი შეიძლება ავაგოთ იმისთვის, რომ ავხსნათ, როგორ ურთიერთქმედებს დედამიწა სამყაროს სხვა სხეულებთან. ყოველდღე ვხედავთ, როგორ ამოდის მზე აღმოსავლეთიდან და ჩადის დასავლეთში. და ცაში სხვა ობიექტებიც მსგავს მოძრაობას მიჰყვებიან. ადრეულ მოდელებში სრულიად ლოგიკურად დედამიწა იყო მოთავსებული ცენტრში და მთელი სამყარო ტრიალებდა მის გარშემო. ამ მოდელს უძახიან გეოცენტრულს. გეო ნიშნავს დედამიწას, ცენტრული ნიშნავს ცენტრს. და გეოცენტრულმა მოდელმა ბევრი რამ ახსნა. მაგალითად მზისა და ვარსკვლავების მოძრაობა, მაგრამ არსებობდა გარკვეული პრობლემები. მაგალითად, პლანეტები ზოგჯერ თითქოს მოძრაობდნენ უკუღმა, რაც ამ მოდელით ადვილად ვერ იხსნებოდა. ასტრონომებმა სცადეს პლანეტების ორბიტებში მცირე წრიული მოძრაობების დამატება, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ, და ნაწილობრივ ეს მართლაც დაკვირვებებს უფრო შეთავსებად ხდიდა მოდელთან, მაგრამ ძალიან ართულებდა ამ მოდელს. და არ იძლეოდა არანაირ კარგ საფუძველს იმისთვის, რომ მოდელი მართლაც ასეთი რთული ყოფილიყო. არსაიდან მოდიოდა ამ მოდელის სირთულე, მარტო იმიტომ, რომ აეხსნა ის რაღაცა, რასაც ვერ ხსნიდნენ. მოდი ცოტა ხანს შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ხილულ და რეალურ მოძრაობაზე. წარმოიდგინე, რომ მანქანაში ზიხარ და ფანჯრიდან ხედავ ხეები ძალიან სწრაფად როგორ ჩაგივლის. მაგრამ სინამდვილეში ხეები არ მოძრაობენ, მოძრაობ შენ. ესაა განსხვავება ხილულ და რეალურ მოძრაობას შორის. დაახლოებით ასეთ რაღაცას ფიქრობდნენ ასტრონომები, როცა იფიქრეს, რომ იქნებ დედამიწა არ არის უძრავი და იქნებ საჭიროა, რომ მოდელი შევცვალოთ. ახალი მოდელი, რომელმაც გეოცენტრული მოდელი ჩაანაცვლა, იყო ჰელიოცენტრული მოდელი. ამ მოდელში დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო. ჰელიო ნიშნავს მზეს. ჰელიოცენტრულ მოდელს აღარ სჭირდებოდა რაღაც უცნაური პატარა წრიული მოძრაობების დამატება იმისთვის, რომ პლანეტების მოძრაობა აეხსნა, იმიტომ რომ პლანეტების მოძრაობა ასე უკვე იხსნებოდა ძალიან ბუნებრივად. უბრალოდ მიუყვებოდნენ თავიანთ ორბიტას მზის გარშემო. შეიძლება იკითხოთ, თუ დედამიწა ბრუნავს, მაშინ რატომ გამოიყურება ისე, თითქოს მზე მოძრაობს ცაზე ყოველდღიურად? ამისი პასუხია მოჩვენებითი მოძრაობა. მოდი ცოტა ხანს შევჩერდეთ და დავფიქრდეთ მოჩვენებით და რეალურ მოძრაობაზე. დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს და ეს ბრუნვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზე მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. დედამიწის ბრუნვა ხსნის ციური სხეულების ყოველდღიურ ამოსვლას და ჩასვლას, ხოლო დედამიწის ორბიტა მზის გარშემო ხსნის თუ რატომ იცვლება ცა წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰელიოცენტრული მოდელი გაცილებით უკეთ ხსნის მოვლენებს, ისიც მაინც მხოლოდ მოდელია. ის ამარტივებს რეალობას. მაგალითად, სინამდვილეში თვითონ მზეც მოძრაობს მთელ მზის სისტემასთან ერთად და ბრუნავს ირმის ნახტომის, ანუ ჩვენი galaktikis ცენტრის გარშემო. რომ შევაჯამოთ, ამ ვიდეოში ვთქვით თუ როგორ ვიყენებთ მოდელებს იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი ადგილი და დედამიწის ადგილი კოსმოსში და რაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო შეგვიძლია დავხვეწოთ ჩვენი მოდელები, უკეთ ვიწინასწარმეტყველოთ, უკეთ ავხსნათ რაღაცები, ზუსტად ისე როგორც გეოცენტრულიდან გადავედით ჰელიოცენტრულ მოდელზე. დღეს ვიცით, რომ დედამიწა არის პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, ხოლო მზის ყოველდღიური მოძრაობა ჩვენს ცაზე გამოწვეული არის დედამიწის ბრუნვით და არის მოჩვენებითი მოძრაობა.